როდესაც ცოდვაში ჩავარდები და ფიქრობ, რომ აღსარებას რა აზრი აქვს, ყოველთვის ერთი და იგივეს ვცოდავ. ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად მიდი მოძღვართან. შენ საყვარელ მოძღვართან, რომელსაც ენდობი, რომელიც არის შენი სულის ექიმი, კურნალი, დოქტორ, რა იტყვიან. მიდი მასთან. შეიძლება 100 ჯერ, 200 ჯერ, 300 ჯერ, 1000 ჯერ ცოდო. არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ღმერთმა მიიღო უძღები შვილი, მე ვახშე, მე ბაჟე, ქურდი, ავაზაკი, ბრუში, არ ქონდა მისთვის მნიშვნელობა, სინარუნული ქონდათ და ღებულობდა. ეშმაკმა არ შეგაცდინოს. ეშმაკს სწორედ ეგ უნდა, რომ თუნდაც 10 ჯერ, 20 ჯერ ცოდავ, მოგაბეზროს და თქვა, რომ აუ მაინც ვაკეთებ და რა აზრი აქვს. არა აქვს აზრი. თვითონ ეშმაკს მობეზრდება შენი სინანული და დაგანებებს თავს. უბრალოდ იბრძოლე. ბრძოლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფალი, სამება დაგიცავს, დაგიფარავს. ოღონდ ნახე კარგი მოძღვარი და აუცილებლად როცა შეცოდავ, იმ წამსვე ეკლესიას მიეშურე. არ დარჩე ღვთის გარეშე. გთხოვ.